მეგობრებო, მინდა გაცნობოთ. აქ მალა ინიციალები დავმალე მეგობრებო აქ. ბუმბულ ფრთათა მასონთა საზოგადოება მეფეთ მაღიარა, რადგან მან მომწერა, რომ ამ სიგელით გადავცემთ ბატონ თამარ ინასარიძეს ჩვენი თიმისგან საუკეთესო იდენტობისთვის პრიზო. მოიცადეთ მეგობრებო, აი ნახეთ, ბუმბულ ფრთათა საზოგადოება მაღიარებს ბატონ თამარ ინასარიძეთ. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა. თქვენ ხო გიყვართ სიგელები მეგობრებო, ხო და ახლა მიგაჩვენებთ ამ სიგელს. ეს სიგელი არის 2014 წელს აღებული სიგელი ქალაქ მაინცში, სადაც წერია, რომ საუკეთესო ფილმისთვის ოფენეკანალ არის ღია გადაცემისთვის, სადაც ჩემი ფილმი საუკეთესო ფილმად აღიარდა. დიახ. ჰერ თამარ ინასარიძე. აქ შეტრიალებული ამოდი გაჩვენოთ, მოდი. აქ არის, აი, უყურეთ, წაიკითხეთ კარგად. მე ვარ, როგორც მაშინ ისე დღეს, მეგობრებო, ვარ ბატონი თამარ ინასარიძე. არ დავინახო, რომ თქვენ მითხრათ დედოფალი ან რამე ქალბატონო. ბატონი. ხანდახან მიყვარს ხოლმე ხუმრობები, მეგობრებო, თქვენ ძალიან გიყვართ სიგელების დანახვა. ეს მეორე სიგელი, მეგობრებო. აქაც ბატონი თამარ ინასარიძეს გამოუგზავნეს. სიგელი. მოდი გაჩვენოთ. ბატონ თამარ ინასარიძეს ჰერ, მეგობრებო, გერმანულად არის ბატონი. ჩემი სამუშაო ახლა ქუჩა, ასეთი ფილმის სათაურად, მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც ასევე აღიარა ღია საზოგადოება, სამაუწყებლო საზოგადოებამ საუკეთესო ფილმად და გამომიგზავნეს სახში ეს ორი სიგელი. მაგრამ რაღაც ვეტყოდი, მე ბატონი არ ვარო, ვეტყოდი, ბატონი ვარა. შეეშალათ ეტყობა მე-12 საუკუნეში ეგოლათ თავიანთი თავი. ასევე მეგობრებო, Go East-ის ფესტივალზე, ჩემი სიგელი მეგობრებო, მოდი განახოთ კარგად. Go East-ის ფესტივალზე შავი ცხრებით ავიღე ერთ-ერთი საუკეთესოთა ფილმთა შორის პრიზი. ეს არის საზოგადოებრივი პრიზი. ხო, მეგობრებო, ამან რა თქმა უნდა ჰერ თამარ არ დაწერა, მაგრამ დაწერა თამარ ინასარიძე და მარია კირშ. აი, ასე. ეხლა წავიდეთ ჩვენ სხვა სიგელები ვნახოთ. ცოტა ეს როგორ დავიჭირო? აი ეს. მოგეწონათ მეგობრებო, ახალი მასონთა დაჯგუფება ბუმბულ ფრთათა საზოგადოება. რა კარგი სახელი მოუგონე, მოკლედ ამაზე უკეთესი საზოგადოების სახელი ვერ მოიფიქრება ცხოვრებაში ვერავინ. ეს არის სიგელი, სადაც გადმომეცა, რომ თამარ გეფარდს უკვე გადაეცა სიგელი თინათინ აფხაიძისგან. ეს იცით რა არის მეგობრებო, არქეტიპების შესახებ, არქეტიპები ჩვენში, თუ როგორი არქეტიპებს დავატარებთ. ეს უკვე გვიანდელია. აი, ცოტა ადრინდელი არის ახას გველუკაშვილის მიერ გადმოცემული სიგელი. საავტორო კურსი ცნობიერების ტრანსმუტაცია. ეტაპები პირველი, მეორე და მესამე, მეოთხე, მეხუთე აღარ გამომიგზავნეს, იმიტომ რომ გაჯავარდნენ ჩემზე.
ძალიან გვიანდელი სიგელი მეგობრებო, რომელიც ავიღე, როდის 1998 წელს. წარმოგიდგენიათ, 98 წელს. რამდენის ვიყავი აქ? თუ 85-ში დავიბადე, 98 წელს ვიქნებოდი რამდენი წლის? ესეთი პატარა? რაღაცა ვერ გავიგაქ რა ხდება. გერმანულ ენაში მეგობრებო, თურმე რა მაგარი ყოფილ ვარ დავწერათ ჩვენ რაღაცა უაზრობები და გავიმარჯვეთ. ჩემი სხვა სიგელები სად არის? სად არის? აი ერთი პატარა სიგელი მაქვს აგერა. აი სიგელები აგერ კიდევ ერთი პატარა სიგელი. აქ მიწერია ოღონდ თამუნა მეწერა ინასარიძე, მაშინ თამუნა არ ვიცი რა დამარქვეს. ნორმალურად არის მენტნენ ეტყობა. რომ მონაწილეობა მივიღე ერთ-ერთ ფილმის გადაღებაში და მას შორის გავიარე კურსები. ოცდამეერთე საუკუნის ვარსკვლავებიო ესე დაუსახმი, ითხრეთ ჩაქრით. 21 საუკუნის ვარსკვლავების სიგელი მოუციათ მეგობრებო ჩემთვის. მოკლედ ვარსკვლავი ვიყავი 21 საუკუნეში. არც ვიცოდი ეხლა წავიკითხე. კიდევ რა სიგელები აქვს. კიდევ ერთი სიგელი. ასევე სიგელი რომელი წლის 1000 რომელი წელია ეს ვნახოთ მერტ ჩემო სიგელს არ უნდა ეწეროს ზედ რამე არ უნდა ეწეროს აჰა აქ აწერია მერვე კლასიო მერვე კლასში ამიღია კარგი გამოვითვლით რამდენი წელს ვიყავი მერვე კლასში მაგრამ აქ არ უნდა ეწეროს რამე წელი ეს რანაირი სერტიფიკატია ვიწუნებ ამ სერტიფიკატს სულ არ მაინტერესებს ეს სერტიფიკატი არ მჭირდება მე არაფერში აქ იწერია თამარინას არიძე მაგრამ რა ვქნათ აგერ ტაბურა წერია აგერ 21 საუკუნის ვარსკვლავებიო ხო ხედავთ როგორ ჭირდებათ ქალებს კაცებს ასეთი რაღაცეების აღება აგერ წერია ისო რა ქვია თამარინას არიძეო 88 წელშიო კიდევ კარგი დააწერეს თორე ხომ ექნებოდა გამოსაკვლევი და აქ საერთოდ ჩემი სახელთაგვარი არ დაუწერიათ ეს მე უნდა ჩავწერო ახლა აქ ჩემი სახელთაგვარი ითქლე რა გითხარით აგერ მაინც აწერია აქ აგერ გველუკებო თქვენ არც დამკვირვები ვარ შენ სიგელს რომ ჩემი სახელთაგვარი არც კი ჩაგიწერია დაგეზარათ ეთყობა ახლა ჩავწერ მე ამას სად არის კალამი აგერ შავი ფანქრით მაშინ ვიყავი თამარ გეფარტი თამარ აჰა აგე მივაწერე ეგრე მოგიხდებათ ხო ეხლა მე ველოდები ბუმბულ ფრთათა საზოგადოებისგან უნდა გამომიგზავნა ესეთ გამავიწყდა მეგობრებო ეს იცით რა არის ეს არის თამარინას არიძისთვის გაცემული დაფინანსება დაადისგან ხო 2014 წელს დაადმა დამაფინანსა როდესაც ვმუშაობდი ფილმზე ჩემს ფილმზე ვიყიდოთ დედაზე აი ამაზე ამიტომ მეგობრებო ბუმბულ ფრთათა საზოგადოებას ძალიან მოეწონა ჩემი მონაცემები და სიგელი გამომიგზავნა სხვა სიგელები აბა კიდევ რა არის იმდენი მაქვს რომ სადესაც ვიცი არც ვიცი კარგით მეგობრებო ხო კარგი ამბავი მოგახსენეთ ეხლა ხო ჩემი წარსული გავიხსენეთ ცოტა ხო კიდევ ხო რამე ხო არ გამომეპარა
რამე ხომ არ გამომეყარა. არაფერი არ გამომპარვია მეგობრებო, რა უნდა გამომეპაროს, მე რამე გამომეპარება. მე არაფერი არ გამომეპარება მართალი კიდევ რა. ამიტომ ძალიან ცოტა ვარ. ხო, ერთადერთი ის რა სიგელებიც არ ავიღე. კახაბაგურაძეს მაგალითად სიგელი ჰქონდა, არ ჰქონდა, რა ვიცი, აბა უნდა ვკითხო. რატო გამახსენდა ეხლა? ეს სიგელები, იცით? საქართველოს საზოგადოება ძირითადად დახამებულია აი ამაზე, რომ აბა თუ უმაღლესი განათლება აქვს. ესე იგი, კარგი სასიძვოა, ან კარგი საუძლოა თუ რა ვიცი, უმაღლესი განათლება. თქვენ ჩემი უმაღლესი განათლების ის არ გინახავთ? უმაღლესი განათლების სიგელები? როგორ გამომეპარა? აბა თუ რატო გამომპარვია კაცო, აბა გამომპარვია, მოიცადეთ, გაგანახოთ ეხლა თქვენ. გაგანახოთ. უსებო მე ერთი ხმა მოგიღიათ ჩემზე რომ ეს გოგო ვინ არისო გიჟია ერთი თორე გაგგზავნით საგიჟეთში ჩემი სიგელები ეგრე კი არ არის საერთაშორისო განათლება მაქვს მიღებული მე თუ არ ვიმარიაჟებ აბა ვიმიმარიაჟებს ჩემი სიგელებით ვინ უნდა იმარიაჟოს ჩემი სიგელებით აბა მითხარით მუნჯირმა ნახეთ რა ნიშნები მაქვს ნახეთ 1.8 1.7 1.4 1.5 1.0 1.3 1.2 1.5 1.3 ეს იცით რა არის მეგობრებო აი რო სწავლობდი იქაური სიგელები ერთი მთელი 5 იცით რა არის და ერთი მთელი 3 აი ხუთიანებზე ვწავლობ ძველი სისტემით ხუთიანებზე და ეხლა ახლანდელი სისტემით არ ვიცი აქ რანაირად გამოიცვლია ხოლმე 10 ბალიანზე 10 ბალიანზე ვწავლობდი 9.5 ბალით ბალი ესეც ეს ეხლა ჩემი ძველი სიგელები არქეოლოგიურისა აბა ისინი ვნახოთ სად არის რაც მე ამაზე დანთხეული მაქვს მთელი ენერგია და შრომა ნეტავ თქვენ დაგენთხიათ მაგდენი ეს არის როდესაც ვსწავლობდი გუთენბერგის უნივერსიტეტში მეგობრებო რა დრო იყო ნახეთ რამდენი 7-8 სემესტრი ვისწავლე და რაზე მაგისტრზე მაგალითად მოიცოდეთ შიგოლები როგორ არის კარგოსანი ბავშვი ვიყავი მეგობრებო კარგოსანი თუმცა მე ვეღარ გავქაჩე ხო მე ვეღარ გავქაჩე ესენი ყველაფერი სიგელებია მეგობრებო იცით აგერ სიგელები ყველაფერი გავლილი მაქვს და სწავლი მაქვს ეგრე კი არა ვარ მე ისე მოვიციდან ჩამოვარდნილი გოგო ოკეი 2008 წელი აგერ რამდენი მაქვს გავლილი ღმერთო ჩემო ყველაფერი გერმანულ ენაზე მეგობრებო ისი არავინ არ მოგცემს იქ ნაყიდი არ არის ესენი აი აქ ვეღარ გავქაჩე მეგობრო დავიღალე უკვე და სამიანი მივიღე უკვე სამიანი არის 4-იანისა და სამიანის შუაში ესეთი ნიშანი ხო აქეთ რა არის ეს დიდი სიგელია აქ დიდი სიგელი დევს გამოგება მეზარება მაგრამ მე მგონი ნახეთ სიგელები ეს თქვენს
ცნობის მოყვარე გონებისთვის გავაკეთე მეგობრებო, ვისაც არ გჯერათ რა, რომ ძალიან გენიოსი ვარ. ხო უნდა ბოლოს და ბოლოს გაიგოთ, რომ გენიოსი ვარ. ლაზარეს ენით საუბარი ყველაზე დიდი ჯილდოა ღვთისგან. აბა რა, სოფო, ეხლა მე ჩემ თავს უნდა გავუკეთო სიგელი. აი ესეთი რაღაც. აღდგენა 84 გააკეთებს თამარ ინასარიც გეფართისთვის, უბრალოდ სიგელს, რომ ის საუკეთესოთა შორის საუკეთესო, ერთ-ერთი საუკეთესოა ლაზარეს ენაში მოაზროვნე მოლაპარაკეთა შორის. მერე ჩავატარებ დიდ კონკურსს. აბა ლაზარეს ენას ვის უფრო კარგად, ვინ უფრო კარგად ფლობს და ვის უფრო კარგად შეუძლია. მათ შორის ჩავატარებ ასევე ციხეებში დაჭერილი ლაზარეს ენით მოლაპარაკე ჩვენი თანა მემამულეებისთვის რა ქვია მაგას? შეჯიბრს, კონკურს და ასევე საგიჟეთში გამოკეტილი ჩვენი თანამემამულეების ლაზარეს ენაზე მოლაპარაკეთათვისაც ჩავატარებ კონკურსს, რათა არ გამომჩნდეს არც ერთი ემიგრაციაში წასულებთან შორისაც და საქართველოში მაცხოვართა შორისაც. ბერად აღკვეცილი ბერებთა შორისაც და გარდაცვლილებთა შორისაც გამოვიქვლებ მე ყველაფერს თუ ვინ ლაპარაკობს საუკეთესოდ ლაზარეს ენით. საბოლოო ჯამში გავამზადებ სიგელს. აი ამ ბეჭდით. სად არის ჩემი ბეჭდი? გინდა მიმალა? როგორ გიკატრებათ? მე ეს ბეჭდი რომ დავამზადებინა, ხო ყველა კი არ დავამზადებინა. ყველას უნდა დაგირწყათ ეგ ბეჭდი მე ცხვირზე, შუბლზე, თუ რა ვიცი, სადაც მოითხოვთ იქ. ჩემი ბეჭდი არ დამიკარგონ ბავშვებმა. მოვიდე ერთი. მოვწებნო. ბავშვებო, ჩემი ბეჭედი სად წაიღეთ? რატომ დავიკარგეთ? არა, აქ არის, აქ აი, ჭერი დასდებიაზე. ტიტო, როგორ შეიძლება ესეთი რამე თამარ? თამარ. მეგობრებო, ეს ბეჭედი დავამზადებინე. იცი ვის? არ ვიცი ვის, ახაც მახსოვს სახელი, ან გვარი არ მახსოვს. მოდი, ახლა ერთად დავარტყათ ჩვენ ეს ბეჭედი. დავამზადოთ ჯერ. გამახსენდეს, ახლა რაღაცნაირად უნდა მოიცა. ესე იგი, ესე მოხსნი, უკვე გამოვარდა და აბა ვნახოთ როგორი ბეჭედი დაერწყმება. აი ესე. აბა. უი, მოიცა, რაღაცა უნდა გამოვატრიალო კიდე, მოიცა. ერთი წუთით. რაღაცას ვერ ხვდები აშკარად. მოიცა. ბიჭოს, როგორ დამაფიწყდა ახლა, როგორ შეიძლება ესეთი რამე? არა, აშკარად ძალიან ადვილი იყო რა, ახლა დამავიწყდა ხალხო, როგორ შეიძლება? ესე ხო. აჰა, მივხვდი. კარგი. ესე ერთად დავარტყათ მეგობრებო. კიდევ კარგი გამახსენდა რომ აქვს ეს ბეჭედი. აი ნახეთ, აქ დავარტყათ, აი აქ. ნახე? ოპა. ბოლომდე არ გააკეთა. აქაც დავარტყათ. ოპა, აი აქ კარგად გამოვარდა. იუჰუ, ბრავო. Tamara, bravo Tamara. ეხლა რა უნდა ვქნათ? ეხლა უნდა ვქნათ ეს. და რა ამერი, ჰა?
და ხურვაც ხო უნდა შეგეძლოს ადამიანს არა. გასაგები. მივხვდი. ამას მე უნდა დააჭირო. ხედავთ რა ადვილია. აი აქ დავდებ ახლა მე. მოკლედ ერთი სიტყვით მე თქვენ გაგიმზადებთ ჩემი ბეჭდით აღდგენა 84-ით. აგერ აღდგენა 84-ით გაგიმზადებთ. გაგიმზადებთ, რას გაგიმზადებთ იცით? სიგელებს. და მასთან ერთად გადმოგცემთ არ ვიცელას. არ ვიცელა არის წიგნი, რომელიც ასევე გამოვეცი სწორედ აღდგენა 84-ით ეკლესიის აღსადგენად. მოდით მეგობრებო, ერთად დავარტყათ ახლა აქ ბეჭედი, აბა ერთად დავარტყათ აქ ბეჭედი. მოდით. ვისაც გსურთ, აი აქ. აი ძალიან არ დააჭირო კი მითხრა იმ ბიჭმა, მაგრამ მაინც დავაჭირი, აგერ ვისაც გინდათ აღდგენა ამ ეკლესიის აღდგენა ვისაც გინდათ, აი ესე რო გააკეთოთ ეს ეკლესია, მეგობრებო. აი ეს ეკლესია, რომელსაც უკვე ვაღდგენე და ძალიან მაგრა გამოდის. შეგიძლიათ უბრალოდ მითხრათ, თამარ, მე მინდა ამ ეკლესიის აღდგენაში მივიღო მონაწილეობა და გამომიგზავნე წიგნი. ამისათვის გადმოვრიცხავ ამდენ თანხას, რამდენსაც გინდა იმდენს. ახლა მე ამ წიგნს დავდებ, აგერ კიდე მეორეს ავიღებ. ნახეთ რამდენი მაქვს მეგობრებო, შეგიძლიათ გამოუწეროთ ბავშვებს, აჩუქოთ და მიიღოთ ქველმოქმედებაში მონაწილეობა. აგერ აი, რა კარგი აღდგენა 84-ია. ესე. ეხლა აქ ესე გავაკეთებ, ესე დავდებ და ასე დავხურავ. ხო და სხვათა შორის ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც უკვე მონაწილეობა მიიღო აღდგენა 84-ში და ეკლესიის აღდგენაში იღებს მონაწილეობას. ამ შემოდგომაზე ისევ გავააქტიურებთ ჩვენ ასვლას და ნახეთ, აი რეალებენოთ როგორ არის. ეს სურათები არ გადამიღია უბრალოდ. ახალი, ახლა რაც გავაკეთეთ უკვე იატაკი, როგორ გავაკეთეთ აი ეს სამი ქვევრი, მაგრამ როგორ არ გადამიღია, სურათები გადამიღია და აი ახლა გაჩვენებთ, ნახეთ, შედარება რო გავაკეთოთ, აი აქ მაქვს მე სურათები და აქედან ამოვიღებ ახლა მე. იცით როდის არის გადაღებული? ძალიან ადრე. იცი რას ვიცავ ახლა? ჩემი მეორე ტელეფონით შევალ და იქ შევადარებთ, ხო? ჩართო ინტერნეტი ჩართულია, ტელეფონს შავთავ ახლა მე. მიიღეთ მონაწილეობა მეგობრებო, იმიტომ რომ თუ მონაწილეობას არ მიიღებთ, მარტო კაცის აშენებული ეკლესია არის საცოდაობა მთელი ერისთვის. მე ნათქვამი მაქვს, ეს ეკლესია რო დამთავრდება, საქართველოს დაბწყინება მაშინ დაიწყება, თქო, მაგას ვამბობ სულ. საძირკველი უკვე ძალიან მაგრა გავაკეთეთ. ამისათვის მადლობას ვუხდი ნაპერწკალის ქუთაისიდან, თეა ანთაძეს, ქალბატონ ნუგეშის, ლალი, ქალბატონ ლალის რუსთავიდან, ნინო ხარაძეს, თემოს მის მეგობარს და კიდევ ვინები იღებდნენ მონაწილეობას. ჩემ მეუღლეს რა თქმა უნდა, ახლა იგულისხმება თავისთავად, ხო? ასურეთის მოსახლეებს, რომლებმაც მართლა შეისყიდეს ეს წიგნები და შემოწირეს, ასევე მოსახლეობას, რომელმაც შემოწირა ყველა ის
თუნდაც მატერიალური დახმარება თუ სამშენებლო მასალები ეკლესიას. მამაჩემს უხდი მადლობას ნათელშემყოფოს ღმერთმა მისი სული მისი ინიციატივით მოხდა ამ ეკლესიის გაახლება 90-იან წლებში, თუმცა ვეღარ დაამთავრა და ახლა მევაგრძელებ და ასე რომ კიდევ მადლობა მინდა მოუხადო არმაზის მამას, იმიტომ რომ საერთოდ რომ გავიგეთ მან ეკლესია რო იყო, არმაზის მამამ აღმოაჩინა აი ასურეთში რომ გამგებელი ყავს იმ გამგებელი არა. გამგებელი არ არის. გამგებლის თანაშემწე არის რა და იმის მამა არქეოლოგი რო იყო, იქიდან ვიცით რომ ჩვენ მან ნანგრევები რო იყო, მაშინ პატარა ვიყავი 9 წლის. თქვა რომ აი აქ არის სალოცავიო. ხო და სალოცავი არისო და მას მერე დაიწყო ასურეთელებმა დაიწყეს ასურეთელებმა სიარული და სხვების შეწირვები, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს. და შემდეგ, როდესაც უკვე მამაჩემი გამგებლის მოადგილე იყო ასურეთში, თეთრიწყაროში. აი მაშინ მოხდა ისეთი რამ, რომ მამაჩემმა გადაწყვიტა, რომ ეს ეკლესია აღადგინოს. დაიწყო აღდგენა და შემდეგ მოხსნეს სამსახურიდან. შემდეგ წავედით გერმანიაში, შემდეგ ისევ ჩამოვედით, შემდეგ ვისწავლე, შემდეგ ისევ წავედი გერმანიაში. ამ მთელი ხნის მანძილზე მამაჩემმა ვერ დაასრულა ეს ეკლესია. და როდესაც გარდაიცვალა მამაჩემი, გავაგრძელეთ მე და ჩემმა მეუღლემ ამ ეკლესიის აღდგენა და მინდა გითხრათ, რომ სრულად არ ყოფილა ადვილი ეკლესიის აღდგენა, მეგობრებო, იმიტომ რომ ძალიან დიდ ენერგიას ეზოთერულად ძალიან ენერგიას მოითხოვს. ყველაფერში ხელი გეშლება და აი ამ შეშლებს უნდა გადააბიჯო და გააგრძელო და მერე 3 წელი გამაჩერეს აქ ასურეთში, რომ შენ არა, ჩვენ გავაკეთებთო, მერე მათ ვერ გააკეთეს, მერე მე ვუთხარი, რომ მოდი მე გავაკეთებ, ბარემ თქო თქვენ თუ ვერ აკეთებთო, მერე კარგიო, მერე გავაგრძელე და ახლა მოდივარ აქ. გავიდა, მე მგონი, აჰა, რამდენი წელი ეს ეკლესია, ბოლოს და ბოლოს ეხლა მინდა განახოთ, როგორ მაგრად გამოიყურება რა, იატაკი. ასევე YouTube-ზე არა, Facebook-ზე არის ესეთი ასურეთის სალოცავი, თეთრი წმინდა გიორგის სალოცავია და აი აქ მინდა რომ გადახვიდეთ თქვენ და ნახოთ რა და დაემატოთ მან. დაემატოთ იმიტომ რომ სად შენდება ეგ ეკლესიაო? სად შენდება ეს ეკლესია და ჩვენთან ასურეთში აქ ასურეთში. აი ნახეთ მეგობრებო. ეს არის ეხლა გადავალთ ასურეთის სალოცავზე. ასურეთის სალოცავია. გაიხსენი ეხლა. ბოდიშით მეგობრებო, ეხლა სანამ ეს ჩამოტვირთავს იმ მიწერ-მოწერებს. ასურეთის სალოცავი იხსნება და იხსნება. ეს რა ნახეთ აქ რო შევალთ ასურეთის სალოცავში აქ ჩემი ტელეფონის ნომერიც არის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ რაღაცეებზე ინფოში შეხვალთ აქ არის ბანკის მისამართი შეგიძლიათ აქვე დარიცხოთ თქვენი შეწირულობა და ყველაფერი მოხმარდება ამ ეკლესიას იცოდეთ სხვას არაფერს გარდა მაგისა აი აქ ფოტოებში რო შეხვალთ ნახავთ რა გავაკეთეთ. ნახეთ როგორ გავაკეთეთ იატაკი მეგობრებო. ნახეთ როგორ გავაკეთეთ იატაკი. აი ეხლა შედარება მოვახდინოთ. ნახეთ. ხედავთ რა შედარება?
აი ესეთი იყო და ესეთი გახდა. თან დამიწერეთ, მოგეწონათ თუ არ მოგეწონათ? ნახეთ, ესეთი იყო და ესეთი გახდა. აბა როგორ მოგწონთ შედარება? მოგეწონათ, ხო? ნახეთ რა ლამაზია. აი, აქი არ არის ლამაზი. ესენი ქვევრებია. სულ ჩემი ხელით გამოსუფთავებული შიგნი ეყარა სამშენებლო მასალა და ნაგვები და ასე შემდეგ. ეს კი აი აქ ჩემი მეუღლის ხელებით და ჩემი დიზაინით არის გაკეთებული, მეგობრებო. ეს დიზაინი მე ავაწყე და საკმაოდ 2 დღე მოუნდით, რომ ეს ლამაზად გამოსულიყო. ეგრე არ არის, რომ აგურს აიღებ და დადებ და მოგეწონება მე ეს აგური და ანუ აქ მთელი გათვლები გავაკეთეთ, რომ ლამაზად გამოსულიყო. ამიტომ არის ესე ჰარმონიულად და თან როგორ ვაკეთებდით, იცი? აი თითო ყველა ფიალა რომელიც არის, თუ არ უხდებოდა ერთმანეთს, აი ამებს ისე ვალაგებდით, რომ რა ვიცი, კარგი 1, 2, 3 დღე მოუნდით მაგას რა. ეს რაც შეეხება შიდა მხარეს, რაც გავაკეთეთ. ეხლა ჩვენ უნდა გავაკეთოთ გარე მხარე, შიდა გალესვა უნდა გავაკეთოთ. აი ესე გვინდა გარე მხარის გაკეთება და გარე მხარე ეხლა ესეთია, ნახეთ. ნახეთ. აი ნახე როგორია ბლოკები ჩანს. ბლოკები უნდა შეიმოსოს ასეთი ქვით, მეგობრებო, აი ესე ლამაზად. და ძალიან კარგად გამოვა. და აი ნახეთ აქ რომ მუშაობდი მე, აქ 1 წელი ვიმუშაო სულ მარტოდ, მეგობრებო და ხელით ვთხრიდი. ჩემი ვედროთი, 1 ვედრო მქონდა, ვიყავი მარტო. აი ეს ქვები ხედავთ როგორ იყო ესე გამოწეული. და შემდეგ როგორ გავაკეთეთ, აბა თუ გარედან თუ არის. აი ესეთი ჭერი გვინდა რომ გავაკეთოთ, მეგობრებო, შიგნიდან. ქართული ძველი ჭერია. ეს არის დარჩენ. აი ნახე რომ ვმუშაობთ ამებზე, ხედავ როგორ ვიმუშავეთ. და გარედან ეხლა როგორ არის. აი ნახე მივაწეპეთ ესენი ქვები. აქ ხედავთ როგორ არის და მე როგორ ვიმუშავეთ და აქ მივაწეპეთ. ეხლა უფრო ლამაზად არის, ეხლა რა ვიცი, აბა ვნახოთ. ეს ჯანო. ჯანოს მოგვეხმარა. მადლობა ჯანოსაც. აი გალბატონი ნუგეში და აქედან კიდევ სოფლიდან 2 ქალი არის ამოსული. ხო, აი ეს კიბეები გაუკეთეთ მე, ნახეთ რა ლამაზად. აქ იქნება კიბეები, მოიცა. აი ეს აგურები რომ შევისყიდეთ. ქართული აგური და ეხლა მიწისქვეშ ხო აღმოაჩინეს თელ რუსთაველზე ქართული აგური. თან რა ძვირი ღირს, იცი? 1 ცალი 3 ლარი ღირს. მოკლედ, აქეთ ცოტა ჩანს ის საძირკველი რომ გავუკეთეთ და რა ძნელი იყო. ეს ისეთი ლამაზი კიბე გამოვიდა. რომ რა გითხრათ. აქ ფოტოებში რატო არ მაქვს ნეტა ეკიბე. ვიდეო მაქვს. ვიდეოებში მაქვს. აი რო ვაკეთებთ აქ მაგ ვიდეოს. რო გეუბნები. ნეტა ჭამა არ არსებობდეს, მეთქი არ მჭირდებოდეს თქო, კაცო, რამდენი დრო დაგვეზოგებოდა. მაგიტომია რომ შეიცვალოს ეს სიტუაცია და აი ლალი, მოგეხმარებოდა. აღარ ვიყოთ რაღაცა ხედავთ როგორ ვასუფთავებდით ამ საძირკველს, სანამ ის ქვა გამოვიღეთ, აი ეს კუთხის ქვა, სანამ გავაკეთეთ მაგას 1 დღე მოუნდით კიდე. აი მოვიდა ეკლესიის ქვებიც, 4 ფერის ქვა არის, 1, 2, 3, 4. რა უყოთ ავგვეს? აი გველი დაგვდა ერთხელ. აი აქ ნახეთ. კუთხეში. მორიელიც დაგვდა ერთხელ. საინტერესოა. აი ხლა ეს ნიშანივით არის აქ რო დაგვდა. ცუც. აი აქ ხედავთ გველს, ვერ ხედავთ მე მგონი, ხო?
დიდი გველი იყო საკმაოდ. 3, 4. რა უყოთ ამ გველს? ეს გოგიდის წვიდა რომ მიგვაქვს წყალი. ეს საკონალო წყალია მეგობრებო. უნდა გავიაროთ ეგ გოგიდის წყალი რომ ავიღეთ მაგვა. ჯობ. ირე? ბავშვების გვეხმარებოდნენ. ქვიშა გვაქვს. აი კიბეები, ნახე როგორ გავაკეთეთ. რო ამონტაჟებდნენ. გაძნელი იყო ისეთ ამის დამონტაჟება? ამაზე ეწოდნენ ერთი დღე. არ ვიცი, ძალიან რთული იყო. ვერსო ალაგებს დიზაინს ვაკეთე. მოკლედ, აი ჩი რო ალაგეთ ეს ნახე. მე შემოვეუბნებ რომ გავაკეთე ესეთი ხოლმე. ყველაფერი კარგი იყო, მეგობრებო, კარგი მოფიქრება არა, მოკლედ. თვითონ პროცესია ძალიან სასიამოვნო, ვინც ამოდის. ბოლოს რო გამოდის ლამაზი, ეგ არის კარგი. აი ეს როგორ ჩხუბი მომივიდა. რა არის, როგორ და რა არის, ვინ მოგცა უფლება და ვინ დაგიშალა. აი, გამიგე, ვინ დაგიშალა. საქმეს მიჩვენე. იგავა. საქმე გამიჩეს ბიჭებმა. აბა ვინ დაგიშალა და ვინ არაო. აი რა ვღელა ეხლა უკვე ივანე გაიზარდა უკვე დიდი ბიჭე სკოლაში მიდის შეგდებოდი რა დრო გასულა შო გალობს ჩემი ბიჭი, თავისკუაში იგალობა. ხო, იგალობა იყო, თინჯილა, ჯაჯუნჯელა. მოკლედ, ძალიან კაი იყო, ეხლა სექტემბერში ისევ ავალ შიგნიდან გავაკეთებთ. სხვათა შორის ეს ვიდეოების გადაღებებით ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს ხოლმე რა და 13 ასურელი მამის ამბავი ნეტავი მაგ ასურეთში ხო არ უკავშირდებაო, არ ვიცით, შეიძლება. თამარ საღამშვიდობისა კეთილდღეობას გისურვებს შენ მონაგართან ერთად. მადლობა შორი. აი ძალიან ლამაზია მოიწყონათ. ხო, მე ძალიან მომწონს და აი ძალიან ლამაზად მინდა რომ გაკეთდეს, ძალიან ლამაზად. ხო, რა ვიცი, აბა აი შო როგორ ვაკეთებთ ამას, ნახეთ. ავამაღლეთ მე ეს ამბიონი ცოტა. იქაც ქვები ბიჭებმა მოზიდეს, ზოგი ხევიდან, ზოგი იქვე, ამოვთხარეთ, ზოგი იქ ვიპოვეთ, დავდიოდით, ვეძებდით. მოკლედ ძალიან საინტერესო პროცესი იყო რა. ძალიან საინტერესო. ის გამოვხდით არა? ბიჭებმა რა, ჩემი მეუღლე და ის
ნაპერწკალი მუშაობდნენ ძირითადად. აი აქ პატარა ბავშვის ძვლები აღმოვაჩინეთ და იქ დავდეთ მერე ქვა ზედ. როგორც ჩანს, შეწირული ბავშვი იყო. ისევ თემას უკავშირდება. თოთო ბავშვის რა, დაახლოებით 1-2 წლისაც არ იქნებოდა. და ან შეწირული იყო, ან კიდე გარდაეცვალათ და იქ დაკრძალეს. ოღონდ არ იყო ქვა. და ჩვენ დავადეთ ეგ ქვა მერე. ანუ პირველი კიბე, რომელიც არის, რომლის ქვემოთაც ამარხია პატარა ბავშვი. და იქით კიდე 2 იარალაშვილები, ქეთევანი და ზურაბი. აი, წავიდე ხა გაკოცეთ. ისე სხვათა შორის ცუდია ეს მოწამვლის ამბავი რომ მოხდა, თორე ყველას ვუძახდი ხოლმე მე ძირითადად, როდესაც ვიწყებდი ეკლესიაში ასვლას, ყველას ვუძახდი, რომ აი ვისაც გინდათ მოდით და ხან მოდიოდნენ უცხო ადამიანებიც, მაგრამ ეხლა ვეღარ დაგიძახებთ, იმიტომ რომ ეხლა უკვე მარტო ძალიან შინაურებს ვუძახი, ვისაც ვენდობი და ვინც ვიცი რომ არ გაიყიდება და ვერავინ ვერ მოისყიდის იმათ რა, ჩემს მოსაკლავად. რეალურად ძალიან ბევრი რამე მასწავლა სვანეთის იმ დღემ, როდესაც ჩვენ ავედით სვანეთში 21 ივნისიდან 22 ივნისამდე. თამარ, ეხლა დავფიქრდი ამ გამონათქვამზე. მონა გარი, შენი აზრი მაინტერესებს, რამდენად სწორი გამონათქვამია მონა გარი. ხო, აი არ არის სწორი გამონათქვამი. მონა გარი, მონა, ხო, ურევია შიგნი რა მონა გარი, სანათესაო რა, მახლობლები, მეგობრები, მონა გარი კარგად იყოს. ანუ რა გითხარით? ხო, ვისაც გაინტერესებთ ეს წიგნი, მე და ჩემმა ბიჭმა ვიფიქრეთ, პატარა იყო მაშინ ნიკოლოზი, მოვიფიქრეთ მოთხრობა, მერე ილუსტრაციები გავუკეთეთ, ჩემმა ნათესამ ხატვარია და დაგვეხმარა, ილუსტრირება გავუკეთა, ძალიან ლამაზი ილუსტრირება აქვს და მოკლედ გამოვეცით წიგნი, ვისაც გაინტერესებთ ამ წიგნის გამოწერა, ხო? იცოდეთ, რომ ამ წიგნის გამოწერით ეხმარებით აი ამ ეკლესიის აღდგენას. გამოჩება როგორ ხართ? კარგად ვარ თემო. შორენა, თამარ, გთხოვ შენი მოსაზრება მაინტერესებს ამ გამონათქვამზე. მონა გარზე? მონა გარი. მონა გარი არ იქნება, იქ მონა კარი იქნება ჯერ ეგერთის და მერე გ გადაკეთდა. და მონა კარი არის ის ადგილი, სადაც მონები არიან და კარს შეაღებ და მონები გვხდებიან და რა საჭირო ეს მონა კარის თქმა? აი არანაირ ხო, მოკლედ არანაირად არ მომწონს მე ეგ მონა გარის ამბავი. აბა დროებით